მორგი პრემიერა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი სოსო ნემსაძე ქალაქს ახალ პრემიერას დონ ჟუანს წარუდგენს. ცნობილი ფრანგი დრამატურგის ჟან ბატისტ მოლიერის პიესის დონ ჟუანი, ანუ ქვის სტუმარი სოსო ნემსაძისეულ ინტერპრეტაციას მაყურებელი 20 დეკემბერს იხილავს. გვანსასანაია და შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ გენერალურ რეპეტიციას და ახლა სიუჟეტში გაგვიზიარებენ რეპეტიციით გამოწვეულ ემოციას. არის საჭირო. სიცის აღმოსავლეთ ციური ნათელი მიგდებს გზას. კარგი არ არის დაბრუნდე იქ, სადაც ადამიანური თუ არა ღვთაებრივი კანონი მაინც გაქვს დარღვეული. ისიც უნდა ითქვას, რომ დონ ჟუანს არ ათადარდებდა კანონი. სეციური იქნებოდა ის თუ მიწიერი. მოლიერის დონ ჟუანს ქალაქის თეატრის სცენაზე რეჟისორი სოსო ნემსაძე გააცოცხლებს. აი ამ ხომალდს გამოცდილი ძლიერი მესაჭე სჭირდება და ის გამოცდილი ძლიერი მესაჭე კეთილგონიერია. აი ამ ახალგაზრდებს მისხალი კეთილგონიერება არ გაგაჩნიათ. ახალგაზრდებმა მოხუცებისა უნდა ისმინოთ. პიესა იმ ქალაქში ცოცხლდება, სადაც მთავარი გმირი ახალგაზრდა გულთამპყრობელი იმ გრძნობამ დააბრუნა, რომელმაც საბოლოოდ იმსხვერპლა კიდეც. ქალაქს რუსთავის თეატრის მთავარი სცენა მოირგებს. დონ ჟუანის როლს მსახიობი ნიკა ჩხაიძე. დონ ჟუანის გარშემო პიესის გმირები მოიყრიან თავს და კაცობრიობისთვის მოლიერის მთავარგზავნილებს სოსო ნემსაძისეული ინტერპრეტაციით დონ ჟუანის გარშემო წარმოადგენენ. როგორც ჩანს, შენი გადაწყვეტილება ჩემს გეგმებს უახლოვდება. ღვთით ბოძებული მეუღლე, ზეცით მიერ მითითებული კეთილი გზით სიარულის სურვილს განგინძაფროს. პერსონაჟი იმდენად საინტერესო პერსონაჟია, რომ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს და ახალს გვთავაზობს. ჩვენი დონ ჟუანიც განსხვავებულია იმ სტერეოტიპებისაგან, რა სტერეოტიპებიც არსებობს ამ კონკრეტულ გმირზე და აქ უფრო სხვა მხარე წარმოვაჩინეთ დონ ჟუანის და სხვა მოცემულობა, რაც ყველაზე მთავარია. ვფიქრობ, აი ამ განსხვავებული მოცემულობისგან გამომდინარე, ის უკვე თავისთავად განსხვავებული პერსონაჟი გვევლინება. სამყაროდან მოვლენილი ფსევდოგმირი, მაღალი წრის თავხედი წარმომადგენელი, პერსონა, რომელიც სამყარომ ვერ მოიშორა. ჩვენს საუკუნეშიც მოთხოვნადი დონ ჟუანი საზოგადოებას ისევ გააოცებს. მართალია ბატონო. დილას აკეთია ლუტმა არ ჩამიდევს პირში. ამედამ მერე მოგელაპარაკე. მიუხედავად იმისა, რომ მე-17 საუკუნეში არის დაწერილი, არა, დღეს უკვე 21 საუკუნეა, მაგრამ აი ეს გმირები სულ არსებობენ მთელი აი ამ დროის განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგშიც იარსებებს. ზგანარელი ადამიანი, რომელიც არის ყველაზე ფრიდი ადამიანი, რომელიც დონ ჟუანს ყავს გვერდით, მთელი ცხოვრება მის გვერდით არის. მთელი ცხოვრება ემსახურება, მთელი ცხოვრება მოუწოდებს, რომ ზეცასთან ყურადღებით იყოს და არ შეიძლება ყურადღებოდ იყოს, მაგრამ თვითონ უარესშრება. დღევანდელობაში წესი არის. დღევანდელ დღეს არიან დონ ჟუანები და არიან ზგანარელები. და ეს მე ვფიქრობ, რომ სულ იქნება. აი ეს რაც შეეხება თვითონ ჩემს გმირს, არის ძალიან ფრიდი ადამიანი, რომელიც გახვეული არის რაღაც უცოდველ კრავის ტყავში, მაგრამ სინამდვილეში ეს აკეთებს იმას, რომ დონ ჟუანი თავის სიმაღლეზე დგა. მოკლედ რისი თქმა მინდა, დონ ჟუანი რომ არის დონ ჟუანი, აქ ჩვენ სპექტაკლში ზგანარელი ახერხებს იმას, რომ დონ ჟუანი იყოს დონ ჟუანი. დაემორჩილება თუ არა საზოგადოება იმ ცვლილებებს, რომელსაც დონ ჟუანი ითხოვს. ამას მაყურებელი პრემიერაზე შეიტყობს. რეჟისორი ცნობილი დრამატურგის პიესის განსხვავებულ მხარეს გვთავაზობს. ეგზისტენციალური გზავნილები ჩვენი საუკუნის დონ ჟუანისგან. სოსო ნემსაძე ჩვენს ობიექტივში საუბრობს. გვევლინება არა მარტო ესეთ მეკალთანე ტიპაჟად, არამედ უფრო გარკვეულწილად პოლიტიკოსიც გახლავთ, ასე რომ ეს საკმაოდ ისეთი მძაფრი მესიჯია, მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის. შევას ვთხოვდი, მან კი თქვენს დაზე ფიქრიც კი ამიგზავა, რადგან
სულის თახსნა მხოლოდ მარტოობაშიაო. შეცვალა თუ არა რომ მე-17 საუკუნეში დასმული პრობლემა და დაკარგა თუ არა აქტუალობა ქცევამ, რომელსაც დონ ჟუანობა ჰქვია. მაყურებელი პრემიერაზე ახალი გამოწვევების წინაშე დადგება. ჟუანის სიკვდილით. ამ სპექტაკლში ჩემი როლი ერთგვარად ისე არის წარმოდგენილი, თითქოს ღმერთის სასჯელი იყოს, ანუ ადამიანი, რომელსაც ირიბად შეურაცხყოფა მიაყენეს და მას ამაგერო გადაუხადა ისეთი, რომელიც ეკუთვნოდა. პიესის გმირები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აქტუალობას არ კარგავდნენ და საკაცობრიო კითხვები და პასუხები, რომელსაც რუსთავის თეატრის მორიგ პრემიერაზე მაყურებელი ისევ დასვამს და ისევ უპასუხებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განსხვავებული დონ ჟუანი. მოხდა თუ არა პიესაში ქირურგიული ჩარევა და შედგა თუ არა ახალი დონ ჟუანი 20 დეკემბერს საღამოს 8 საათზე.